დღეს ვიმყოფებით მარსიანის საფლავზე. ჩავთვლი რომ ვინც ამ ვიდეოს ნახავს და ამ კაც წარდგენა არ ჭირდება, უნდა იცნობდნენ წესით, ყოველ შემთხვევაში იმ ვიწრო სამეგობრო წრეზე მაქვს ლაპარაკი, ვინც მარსიანს იცნობდა და ორი ფოთოლი არ არის ერთმანეთის მსგავსი, მით უმეტეს ორი ადამიანი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ, მარსიანი მაინც განსაკუთრებულად იყო უნიკალური ადამიანი. მოგეხსენებათ, მეგობრობას არ აქვს ასაკი და მე ვთვლიდი, რომ ის იყო ჩემი მეგობარი, უფროსი მეგობარი, მართლა არ ვიცი როგორ თვლიდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა გადაბმული ურთიერთობა, რომელიც კვირებს და თვეებს ითვლიდა, სულ 5 ჯერ მყავდა ნანახი, მაგრამ ეს კაცი იყო გადაშლილი წიგნივით, აი გულით და სულით მოძღვნილი და მოცემული ჩემს წინაშე და მე პატივს მივაგებ მის ხსოვნას და მოხს ვიყრი მის წინაშე. ერთადერთი კაცი, ვისი ანალოგიაც მე უბრალოდ გამახსენდა და მე აღმოჩნდა, რომ მარტო არ ვარ ამ საქმეში, მახსენდება ფიროსმანი, ასევე მარტო ხელმა ჩუმმა გენიოსმა, ისე ჩუმად განლია თავისი ცოცხლერა, მერე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ თურმე დასაფასებელი ყოფილა, თურმე ერთი ცალი ყოლია, თურმე როგორ გვიკვდებოდა და ვერ ხედავდით და იმის მერე ეს შეცდომა ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ და ალბათ კიდევ დაგვემართება მსგავსი შეცდომები, მაგრამ გადაწყვეტილება იყო ასეთი, რომ შემთხვევითი არ არის შეგნებულად ფიროსმანი ქვია ამ ღვინოს, წითელი ღვინო გახლავთ და ეს არის მარსიანის მონათესავე სული და ამ მისი სახელის მატარებელი ღვინო და ამ ღვინით მინდა რომ მის შესაძლებელი დავლიო. მე ვთვლი რომ ეს კაცი მაინც იყო ბედნიერი კაცი. მე ვთვლი რომ ეს კაცი იყო აი გრიგორ ხანძთელზე რო წამიკითხავს უშიში ვითარცა უხორცო, ამ კაც გადატეხილი ქონდა თავის თავში ყველა ის პრობლემა, რასაც რა ვიცი, დიდი ზოგი მამა და ზოგი ამ გზაზე შემდგარი ადამიანები ეჯაჯგურებიან და ზოგი ვერაფერს ვერ უშვება და ზოგი კიდე რაღაც წარმატებას აღწევს, ბუნებრივია. მარსიანს დალაგებული ქონდა და ის იყო, როგორ გითხრათ, აი ხორცი იყო მისთვის მოცემულობა, რომელსაც როგორც აი პასპორტი მაქვს და მე რო პასპორტი წამართვა, მე ამით ვერაფერს ვერ მიზამ, ახალ პასპორტი მექნება, ახალ პასპორტს გავაკეთე, ანუ ხელყოფას ვერ მოახდენ ჩემსას, რაღაცნაირად ასე ქონდა სხეული ამ კაცს რა. ანუ ეს არ იყო მისი იდენტობის მთავარი განსაზღვრელი ნაწილი, რომელსაც თუ ხელყოფთი, მაშინ ასე ვთქვათ, მარსიანს რაღაცნაირად მის სულს რაღაცას დააკლებდი. ასეთი კაცი იყო, რა ვიცი. როგორც კუკარაჩას არ იცნობდითო, მოსამართლეს რო ეუბნება ინგა, თუ თქვენ არ იცნობდით მარსიანს, მაშინ ძნელია, რომ ამ სიტყვებით რაიმე დასკვნა გააკეთოთ და თუ იცნობდით კიდე, მაშინ ზუსტად დამეთანხმებით ამ საქმეში. აცხონოს ჩემო უფროსო მეგობარო, შენი სული ღმერთმა შესანდობარი მინდა გითხრა და ღმერთმა მოგგვაროს და ყველა იმას დაგილოცავ, ვისაც შენი სული, ვისაც შენი ხელი, თვალი და გული ეფერებოდა ამ ქვეყანაზე. ყველა შენს დანატოვარს გაუმარჯოს, ცოცხალს თუ არაცოცხალს. გაუმარჯოს მარსიანს, გაუმარჯოს ამ კაცის ხსოვნას და გაუმარჯოს ამ კაცის ცოცხალ შემოქმედებას, რომელიც ცოცხლობს და გიზგიზებს აგერ სულ მცირე 5 ადამიანის გულში, რაც სახეზე ვართ და იმის იქით მე მაგას ვერ დავითვლი, იმიტომ რომ პოეზიის და ხელოვნების ძალა ესეთია. აურაცხელია, აურწყველია და გაუზომელია და გაცხონოს ღმერთმა. ვაჟა სიტყვები ვარ, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო, აი ესე რა. სუბუქი იყოს ეს ლეჩხუმის მიწა შენ გულზე. შესანიშნავი სიტყვები იყო.